საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობასა და სტრატეგიულ პროექტებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში რევაზ სოხაძე თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს ადგილზე გაეცნო. ქართულმა დელეგაციამ მოინახულა ანკარა-ქირიქკალე-დელიჯეს 120 კილომეტრიანი 6-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი და დეტალურად გაეცნო პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს. მინისტრი ასევე გაეცნო ანკარას სამხრეთ თურქეთის მიმართულებებთან დამაკავშირებელ ანკარა-ნიღდეს ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძს და თანამედროვე ციფრული კონტროლის სისტემებით აღჭურვილი ფასიანი გზების მონიტორინგის და მართვის ცენტრს. თითოეულ ობიექტზე გაიმართა პრეზენტაცია თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პროექტების განხორციელების ეტაპებზე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და პროცესების მართვის პოლიტიკაზე. შეხვედრებზე რევაზ სოხაძემ თურქ კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა და თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპ პულთა გამო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრ რევაზ სოხაძის შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება არსებობს თურქეთის რესპუბლიკაში ფასიან გზებთან მიმართებაში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით დღეს აქტიურად გქონდა კომუნიკაცია, გავესწრით მათ გამოცდილებას. ზოგადად მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით თურქეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება. ჩვენს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ უკვე გადავალთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან და დელეგაციის წევრებთან. გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება საავტომობილო გზების და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მართვის სფეროში და ამავე დროს ვესაუბრეთ იმ კერძო საჯარო პარტნიორობის პროექტების შესახებ, რომლებიც უკვე განვახორციელეთ ან ვაპირებთ განხორციელებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი ორივე მხარისთვის.